დაღლილი ვიყავი, მაგალითად დავიღალე და I gotta cut to the chase. Everyone give me some space. Don't fall out, we fall into place. Every step walking with grace, amen. Keeping my foot off the brakes. Impact, I'm ready to brace. We fall down and land on our face. Just to get up and finally escape. Wait, boom, boom. Baby, I'm trying to get paid. Legends don't die in a grave. They live through the story they made, okay? Boom, boom. Baby, I'm trying to get paid. Legends don't die in a grave. Hey, legends don't die anyway. I was working on. მოგესალმებით Cyber Truck-დან. აგერ მე და გიორგი, აგერ Cyber-ა. ესეც აგერ. ეხლა მივდივართ dealership-ში, რომ წამოიყვანოთ ერთ-ერთი მანქანა, რომელსაც დიდი ხანი დავცინოდით და მოვიდა დრო, რომ მოიგოთ ჩვენი ზოგ-ზოგიერთი მაყურებლის გულები უკან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დავიცეთ ამ მანქანას და ზოგს არ ესიამონა ისა და ამიტომაც დავწყვეტ ისეთი მანქანის ყვა, რომელიც ყველას გაუხატა გულს და ამიტომ ნახეთ სახანში. მოკლედ მოვედით ჩვენ სასწრაფო dealership-ში აგერ. ხედავთ რა და როგორაა? განამიხარია რომ ვყიდლობ ამ მანქანას, მაგრამ საჭიროება მოითხოვს. საჭიროება მოითხოვს ჩვენ ბიზნესს ჭირდება, იმიტომ ჭირდება და კაბრიოლეტი მანქანა. ხოცა 911-ს არ ვიყიდე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ მანქანა ძალიან გააჭარბებული არის ფასის. მე ესმინდა. ესაც გააჭარბებული არის უნდა, მაგრამ კაი ვიზი არის. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ კაბრიოლეტი Porsche-ს ძალიან გააჭარბებული იქნებოდა $100 გაახდა. და ზოგმა რო თქვა რომ თქვენ მანქანებს ესაა, მოიცადე, ეს ამათმა მოხდეს რო იცოდეთ. ჩვენ უფასო რაღაცები გვასება ხოლმე მაინც ხვაზე ხარ რა. მაინც ვაფასეთ, მოიცა? აგერ მოვუტან ჩეკი Cashier check, რომელიც არის გაასახადი ფულის $78,000. ესე გამოვიდა, ამობეჭდეთ ბანკიდან ჩემი ჩეკი გამოვაწერე და მოუწეს. რო ვიყიდო მანქანა. ზოგმა ნაკირავებიაო, ზოგმა რაღაც წესხი გამოტანილიაო, ისა. კი ბატონო, იყოს მაგ. იყოს, თქვენ როგორც გაგიხარია, ზურგს როგორც ხარია, ისე იყოს. ჩვენ ხომ ის რა დაგვიგვა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ანუ რო იძახით ნაკირავებია ესაო, ვინც მაგას იძახით კომენტარებში ვინც წერდა რაღაც, უბრალოდ მინდა რომ შეხვიეთ აქ ჩვენ არეაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. და უბრალოდ ნახეთ დღეში რა ღირს ისეთი მანქანები ჩვენ რასაც სიტყვაზე გონიათ რომ ქირავთ, ღირად უბრალოდ ნახეთ რა ღირს. რომ მიხვდებით ფასი რამდენიცაა, მე მიხვდებით რომ მე მგონი ამათმა იყიდეს მართლა, იმიტომ რომ უფრო იაფი გამოდის, იმიტომ რომ იმას ვიტყვი რომ მანქანის ქირაობა ბევრად ძვირი არის ყოველდღიურად, ვიდრე მანქანა რომ აი ესეთი მანქანა რომ იყიდოს სიტყვაზე. და ამიტომაც ზოგი რო იძახით ხოლმე რაღაცა ყიდვა ეგარ არისო თუ ფაინანსებს რას აკეთებთ ხოლმეო, ფინანსებს და რაღაცებს რო აკეთებთ ხოლმეო. აი ხა იმას ვიტყვი რა, ვისაც ფული გაგიხაროთ, თქვენ რო გექნებათ მაგ მანქანის მთლიანი ფული, შეგიძლიათ და ადგე და მთლიანად ქეში მიუტანოთ ამ ხალხს და უთხრათ აგე ვიყიდე მანქანაო. ჩვენ სულ სხვანაირად მოძრაობთ რა და ვინც უყურებთ ამას, ყველა ვინც ჭკვიანები არის, იცით როგორ ხდება აქ მანქანების ყიდვა ამერიკაში. და ამიტომაც ეხა მოვედით ამ ჩემ ბევრად არასასიამოვნო dealership-ში. დავათვალოთ, მაგრამ ისე ძალიან პატარა dealership-ია, იმიტომ რომ რაღაცა Los Angeles-ში შინი საერთოდ ეყობა ქირის ამბავია, მეტის ის არ ეყო თანხა, მაგრამ დიდი არაფერი არაა საერთოდ ვაფშე, ანუ აი ეს ამ თლიან და იმაში უყენიათ რაღაც 1-2-3 მანქანა უკენ, მეტი არაფერი არაა. ეს ტაიკაინს ყავს, ჩვენ უფრო მუქი ლურჯი არის. ხალხი არაა ცუდი, კარგად მოგვემსახურნენ, უბრალოდ გითხეს როგორი რაღაც მოხდა, იცი, იქ მოგვიყენეს იქ გაზი გაავსეს რა და ეთყობა მექსიკამა გაუსვა რაღაცას. შემთხვევით გაუსვა ნორმალი რაღაცა გააკეთა და წაიყვანეს ახლა უკან სერვისში, რომ იმას რა ქვია, გააკეთონ და მოგვიყვანენ მე უკან მანქანა. ეს მანქანა ნაყელი გონდა უკვე ერთი კვირისი და სერვისში გასაკეთებელი ყველაფერი და დეპოზიტი გაგზავნილი მაქვს. დაჟე ეს ჩეკი ხომ მოვიტანე, დეპოზიტი $100 დადებული მქონდა წინასწარო, ეს მანქანა არ გაიყიდა. ჩემთვის დაეტოვებათ ეს მანქანა, იმიტომ რომ ზუსტად რა მანქანაც იყო, ეგ მჭირდებოდა. კაბრიოლეტიდან ამ ფასში, იმიტომ რომ მე Porsche-ში $100,000 მეც არ მიცემ ამ მანქანაში არასდროს. აი თან პატარა რაღაცა მინი კაბრიოლეტი ორკაციანი მანქანა რა. ეგ უბრალოდ ბიზნესმა მოითხოვა თორე. აი ეს ახალი არ არის ეს მაკანი თუ რაღაც? ელექტრომობილიცაა, ხო. ელექტრო მეზიზღება, მაგრამ რაც არის რა, მაგრამ ყველაზე მაგარი იცი რა არის? აი ესე რა, ეხა ამ ხელს რომ მოვახციეთ რომ მოვდივართ ეს Porsche shop-ი ამბავი რო არის, რო ვიყიეთ, ეხა ეგეთი თემა არის. მე მგონი იმას მივახციეთ, რაც უბრალოდ იმას ვახწევთ მიზანს, რაც ოდით გამექონა დასახული რომ მანქანები გვეყიდა და სხვა მანქანები გვეტარებინა ყოველი დღე. მაგალითად ეხლა დღეს სამი სხვა მანქანა ვატარეთ, Cyber Truck-ი ვატარეთ დღეს. გუშინ BMW-ს ვატარე. BMW ვატარე, McLaren-იც ვატარე. კიდე მე ჩემი კაროჩე მოკლედ ისეთი ამბავი არის რომ ანუ ყოველ დღე ვცდილობთ რომ სხვა მანქანები ვატაროთ რომ არ მოგბეზდეს. ეგაა ძალიან კაი და კიდე ამასაც შედარებით კიდე იმასაც ვიტყოდი რომ ეს ყველაფერი ჩემო კარგო ხალხო ერთ დღეში არ მომხდარა. ყველაფერს დაჭირდა დიდი შრომა. ბევრი თავგანწირვა, იმიტომ რომ რაღაცა ერთი პერიოდი იყო 2 წელი რომ მე და შაკო საერთოდ 100 არ გავდიოდ და მარტო მუშაობდით.
და ამ ყველაფერმა მე მგონი თავის შედეგი გამოიღო არა? გამოიღო, მაგრამ ზუსტად ეგაა, რომ თუ რაღაცას მოინდომებ და თელი გულით გააკეთებ, ყოველთვის გამოგივა აუცილებლად. იმიტომ რომ ეხა ამ ბიზნესს ეხა ეს არის fun party არის, ეს უკვე გართობის ამბავი არის, რომ ნუ მაგრამ ესეც არ ვიტყოდი, ჯერ არ არის ფანი, ჯერ კიდე ფანი არ არის, ხო? ჯერ კიდე იმაში ვართ, ანუ ეს ბიზნესი, ეხა ბიზნესაც ვაპირებ. ამ ყველაფერს კიდე თავს უყიდ ბოლომდე და დიდი ხანი ჭირდება, ამასაც დიდი შრომა ჭირდება, რომ ძალიან მოაგვარო ყველაფერი, ადვოკატები, ყველა ესა ისა. ეგაა რასაც ამბობდა, რომ ანუ მე fan party იმას ვამბობ, რომ მე dealership-ში სიარული, მაგრამ მიყვარს ხოლმე რა, ვერთობი ხოლმე აქ ხალხთან საუბრით ისა ესა. სიარული კი არა, სისხლის გაშრობა გიყვარს ამათი. მე ფასებზე ვაჭრობა მიყვარს, ამაქაზე მე თავი მოიკლეს და ფასი ისე არ დამიკლეს რა, როგორც მე მიყვარს ხოლმე. აქ ამერიკაში ყველა ესეთი ცენტრი ფასებს ძალიან დიდად მარკაპს უკეთებს ეგრე რომ. ვერავინ ესე ვთქვა, ხო? ხო, ანუ ძალიან დიდ ფასებს ადებენ, რომ დიდი მარჯინი დაიჭიო, მაგრამ ჩვენაირი ადამიანები რომ მიდიან ხოლმე ამ ადგილას, ყოველთვის ვთქვათ, რომ რაც შეიძლება ყველაზე დაბალი ფასი ავიღოთ. რამდენიმე პერიოდიც ყოფილა ხოლმე, რომ 18-20,000 დოლარი დაგვეკლებია მანქანაზე, აი უბრალოდ ისე რომ აი გვინდოდა რა. და რავი, 1-2 დღე დაგჭირდა მაგამ ბავშვით მოსაგვარებლად, მაგრამ ეგ არის რა, ანუ ყოველთვის ხალხო როცა წახვალთ ესეთ დილერშიპებში, ამერიკაში ხო საქართველოში ყოველთვის შევაც, იმიტომ რომ ამ ასეთ ადგილას ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მარჯინები. Watch, there's a car over there. Oh, I hear the brakes squeaking. Already? Yeah, it's not. Already the brakes squeaking? Yeah. Okay, congratulations. Thank you. Yeah, I saw some scratches. I take care of it. Yeah. I heard brakes squeaking though. Yeah, I'll drive it a little bit, but let's just get the paperwork done so that way it's easier for you and everybody. That's right. What is this? It's a Boxer 2, I think. No, GT3. There is. Call Tamani. This is the one that told me to put down. ერთ-ერთი რაღაცა ხარაც უნდა გააკეთო, არის რომ მანქანაში ამგოს სამწელს მოაწე, აგე. PPF-ის გადაკრული აქვს, იცი? რა? PPF-ის გადაკრული აქვს ამაში შეხეთე. ეს 1-4,000 დოლარს შეგვინახავს. ცუდვიზე არა. მაინც არ მევასება ეს მანქანა, რავი. შეიძლება სწრაფია? ხო, PPF-ი ძალიან იაფი გადაკრული. You guys have napkins too? It's crazy that they saved the car like that though in there. They didn't even drive the car, it was just standing like that. Where? That car has only 4,000 miles on it. Yeah, like brand new. Yeah. Congratulations. Thank you. Thank you for making it happen. ყველაფერი დავამთავრეთ, ხელი მოვაწეეთ, ეხლა რეგისტრაციას მომცემენ და წავალთ მაგაით ეგრევე. კაი ხა გაგვიძულდა მე საათნახევარი აქ ვართ უკვე და ძალიან გაიწელა ეს პროცესი, იმიტომ რომ ვინც მენეჯერი ვინც ამას აგვარებდა რა, ან ჩემი ყველაფერს რეგისტრაციას ყველაფერს ის არ არის დღეს და ეს ახალმა ვაფშე არაფერი არის საერთოდ. და მაგით გაგვეწელა რა. McLaren როცა ვიყეთ, მაშინ კი გამოვთიზგეთ ერთი 300 დოლარის რაღაც, მაგრამ სამწუხაროდ ამათმა ეს ორი კეპკა მოგწეს მარტო, იმიტომ ჩემს მას დაეზარა. შევაჭრება თორე აქაც შეგვეწო ერთი აი 300 დოლარის ტავარი გაგვეწია, მაგრამ არა უშავს. Very nice. მოკლედ წამოვით ახლა დავტოვეთ დილერშიპი. აგე ასაძ არ წამოვიდგენდი მოხდა. მოხდა კი რა დამოვწევით სუიზრე. აუ ესა ქუდი მაფარია, მე მგონი დროა რომ ჩაანასო სხვა რამით. უკეთესია, დებული ის ბაბუ რა ქუდია. ეს ჩემზე გადმოვა, Team Porsche და Team Lambo და Team McLaren-ი და Team Cadillac-ი და Team Range Rover და Team Tesla და Team BMW, Team Mercedes-ი. Mercedes-ი soon. რამდენიც არ გინდა იყოს. მაგრამ მოკლედ რავი, კაი იყო რა ქვია, აგე აქ ნახე რამდენი რაღაცა ეგ სნაკი მოხდეს აგე ესა. გიორგის უფასო რაღაცები მოსება. კიდე ესენი, კი ეწინ ორი კეპკა დაგვიმატეს, ქუდი დაგვიმატეს, იმიტომ რომ მოვეწონეთ გამყიდვას და შევკე გავყიდეთ მაინც უნდა წამოვიღო 500 დოლარს რაღაც უნდა წამოვიღო მაინც და ვერ გავყიდე მაინც ეგ კამერა. ცუდი არ არის რა. დაღლილი ვიყავი მაგალითად დავიღალე და ოხ კინაღამ დავალ ლამაზად ეს მანქანა გზაზე უკან. და მიამის დებილი სამოგეთ ეგ არის რა. ეხლა მივალთ უკან ჩვენ Orange County-ში. ამ მანქანას რაღაც ფოტოებს გადავიღებთ ესა ისა. ნახე რა ხმა აქ მანქანას უყურე სპორტში ჩაუშვი. უყურე ხა. კაცურა. შეგერა ხმა. აი ხმა კი. უყურე. Okay?
ეგ პოპკორნი. პოპკორნის ხო. მაგარი პოპკორნი აქვს. მაკლარენის მე რა ვიცი და იყოს და ლამბოს მე Cybertruck-ის მე არც ერთი მანქანა სწრაფი აღარ არის. არც Model S-ის მე აფი მანქანა. ანუ Tesla მე გაგვიფუჭა რომ სისაბი შეიძლება დავაკარგინე. აი ამ მანქანა ერთ-ერთი პირველი მანქანა იყო რომელიც გავატარე პლადი რა ეს Model S Tesla-სი კალიფორნიაში ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გაატარა ეგ მანქანა და მაგ მანქანის მე სისაბი შეიძლება დაკარგული საერთოდ. აი ეს მანქანა ისეთი სწრაფი არის ეს Model S პლადი აი მაგისაა ყველანაირი ის დაკარგული აქვს შეიძლება რა. ხომა რაგენ ახლა მოსაბეზრებელია ყველაფერი. აი მანქანა პატარა ისინია კლადი ნახე. რაც კი gear shifter-ები პატარა. ხაშმალი გააგებინოთ ყველაფერს. ძალიან სახალისო იყო ეს ყველაფერი, ცოტა დამღრელიც იყო, იმიტომ რომ რავი დილის 8 საათიდან გამოსულები ვარ სხვა რაღაც საქმეს დავბოდით და ეხა აქედან რომ მივდივართ. კიდე ეხა ცოტა ხანში 2 საათში კი რაღაც კოლი გვაქვს და გასაკეთებელი ჩვენ რაღაც სხვა საქმეებზე. და მე ალბათ იმედია საღამოთი რამე საჭმელს შევჭამ, თორე დღეს მარტო წყალი და ეს შოკოლადის ნაკები გვაქვს მარტო ნაჭამი რა ჯერჯერობით. რა ჩენჭექს ნაკები ჭამა, გეტკიდებოდა მუცელი ალბათ თხილი და შოკოლადი ერთად. არა, კაი. თავი ნახე, მაინც ვერ ვედები. ეს ლამაზი კუდია, კაი კუდია აი რე. ეგ კუდი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე ავარჩიე. ძალიან დიდრული არის. აგე ჩვენნაირი. ეს ალბათ აუტიბი რა. მოცუდი, აი ეს კარიერა და არ გვიღებს მოდიში ძმა. დაბალელებელი ვართ ამისთვის. შესაძლოა უასაც დოს მაგაში არ მიცემი. სისულელი ამ ესეთ მანქანა ზუსტად ერთ იგივე ვერ არის, ანუ მოოცებით, მაგრამ ისა ჩემთვის ერთ იგივე, იმიტომ რომ ანუ თუ რამე სუპერკარის ხარ და GT-RS არ ვიყიდი, ანუ GT3-RS არ ვიყიდი. ან GT4-RS არ ვიყიდი არასდროს. Porsche-ს ვიყიდი მარტო ის რაღაც ძველებული რო არის. აი გარა